თოვლში კონდეთ ფეხები თბილად, ან თუ შეგცივდათ. აუც დაგვაღამდო უკვე. სანამ ეს სახურავი გადმოთოვლეთ, სანამ მთელი ამები ჩავატარეთ, ხო, ამან თოვლში ირბინა და კი გავიდა 3 საათი. ესეც ჩვენი მწვადი. და არა სუნი ამოვარდა, მაგის დავატირე. ესეთი რაღაცა გამოვიდა, ეხლა ბატონო დავით ფეხი არ მიადო ზედა და დაგეწვე და წინდებსაც დაწვა. ჰა? ვაფიცხებ რომ გაშრეს. მოგი ბატონო. მოკლედ ამას ეხლა უნდა მხოლოდ აგება. ამას ავაგებთ. ვა, ხორცი როგორ არის დარბილებული. უნდა აგების დროს წინ ცოტა ადგილები დაუტოვო. ეს ძვალი ძაღლებს. წვაც რო ააგებთ. ისე ქენით რომ ერთმანეთზე მინდებული არ იყოს და პატარა ადგილი დაუტოვოთ ხოლმე. ცხელი ჰაერი, წყალი, ჰაერი რა რაც წვავს. ხორცს აი ესე იყოს. აი ესე.